მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ფაქტი, მე ვარ ნინო ჩიფჩიური, დღეს უნდა ვისაუბროთ შემზღუდავი კანონებით გამოწვეულ რეალობაზე, რა შედეგი შეიძლება მივიღოთ უახლოეს პერიოდში ერთის მხრივ არასამთავრობო სექტორისა და მედიის მუშაობის, ასევე მეორეს მხრივ მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში, მოქალაქეების, რომლებსაც წლების განმავლობაში იმედი ჰქონდათ მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების და მათგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებდნენ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი არის მარიკო ციფარიძე, რადიო ბიბის დამფუძნებელი, ამასთან ის წლებია მედიასთან ერთად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მნიშვნელოვან მხარდაჭერას ახორციელებს მოქალაქეებისთვის, ეს იქნება სერვისების მიწოდება თუ მათი ცნობიერების ამაღლების კამპანია. ის ჩართულია ასევე სხვადასხვა ღონისძიებებში, რომელიც ხელს უწყობს მოქალაქეთა გააქტიურებას და მათი ცნობიერების ამაღლებას, ასევე მათი უფლებების დაცვას. რა ვითარებაში აღმოჩნდებიან უფლებადამცველები, რა ვითარებას მივიღებთ მედიის თანამშრომლები და წარმომადგენლები, სწორედ ამ თემით მინდა მარიკო დავიწყოთ, მოგესალმებით, როგორ გონია, როგორ წარმომიდგენია, რას მივიღებთ ამ შემზღუდავი კანონების შედეგად, როგორი იქნება რეალობა უახლოეს პერიოდში. პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ საქართველოში ხა არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ზოგადად რთული მდგომარეობა არა მხოლოდ თქვათ უფლებადამცველების მიმართულებით ჩვენ გვაქვს რთული მდგომარეობა, არამედ ზოგადად სამოქალაქო სექტორი არის რთულ ვითარებაში, იმიტომ რომ ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც თავის დროზე შეიქმნა ზუსტად იმიტომ, რომ ყველას უფლებები ყოფილიყო დაცული და შესაბამისად ჩვენ კანონის ფარგლებში გქონოდა ბერკეტები, რომ ამ უფლებების დამცველები ყოფილიყავით და მაღალ დონეზე, სახელმწიფო დონეზე გვეწარმოებინა, ასე ვთქვათ, უფლებადამცველობით სამუშაოები, თუმცა ახლა გვაქვს ერთის მხრივ ჩასწორებები ამ კანონში, იმ თვალსაზრისით, რომ აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციურია ეს ჩასწორებები და მეორე ახალი კანონები სამოქალაქო სექტორისთვის, რომელიც ზღუდავს მათ საქმიანობას პრაქტიკულად, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ თითქმის ყველა სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც დღეს საქართველოში მუშაობს, მეტწილად დამოკიდებულია დონორ ორგანიზაციებზე, შესაბამისად, ახალი კანონით პრაქტიკულად პირდაპირ ნიშნავს, რომ თითოეული ეს ორგანიზაცია, ამ ორგანიზაციამ ან უნდა აღიაროს თავი, რომ ის არის უცხო ქვეყნის ინტერესის გამტარებელი, ანუ აგენტი, ან კიდევ უნდა დაასრულოს საკუთარი საქმიანობა. სხვათა შორის, გარკვეული პერიოდის განმავლობაში და მათ შორის დღესაც ალბათ, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს გონია, რომ ეს მხარდაჭერა, რასაც ისინი იღებდნენ ხშირ შემთხვევაში უფასოდ, ეს ყველაფერი ხდებოდა ხელისუფლების კეთილი ნეფის საფუძველზე, თუმცა რა როლი ჰქონდათ საერთაშორისო ორგანიზაციებს აი ამ პროცესში და სინამდვილეში ვისგან მოდიოდა ეს დახმარება, რასაც სხვადასხვა ჯგუფები მოსახლეობის იღებდნენ. ხა ვინ რას და როგორ მოიქცევა ყველას ინდივიდუალური გადასაწყვეტია, ბუნებრივია და რეგისტრირდება ამ მიმართულებით და იქნება, ასე ვთქვათ, იქნება თუ არა უცხო ქვეყნის, ასე ვთქვათ, ინტერესის გამტარებელი, მაგრამ მეორე არის იმ ორგანიზაციების სამუშაოების შეწყვეტა, რომლებიც უფლებადამცველობით საქმიანობას ახორციელებდნენ, ხო? თითოეული ამ ორგანიზაციის უკან დგას ბენეფიციარები, კონკრეტული ბენეფიციარები, იქნება ეს ძალადობა გამოვლილი ქალები, იქნება ეს ბავშვები, იქნება ეს მოწყვლადი ჯგუფები, აბსოლუტურად ყველა, ხო? იქნება ეს შიშიმოპირები თუ ასე შემდეგ და დღემდე რომ ვნახოთ, ყველა პროვაიდერი ორგანიზაცია არის სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელი და თუ კი ვინმე სოციალურ სერვისს ახორციელებს დღეს მუნიციპალური, ასე ვთქვათ, თვითმმართველობის გარდა პროვაიდერები არიან ძირითად სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ არიან დამოკიდებულები საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებზე. რაც გამოიწვევს საერთაშორისო ორგანიზაციების გასვლა საქართველოსთან, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ აი ამ შემზღუდავი კანონების ამოქმედების შედეგად არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ღიად განაცხადა, რომ ისინი წყვეტენ საქართველოში მუშაობას და გადიან ჩვენი ქვეყნიდან. მარტივად რო ვთქვათ, ეხლა ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც ძირითადად საერთაშორისო დონორებისგან ფინანსდებოდნენ გრანტებით, ასე ვთქვათ, და ახორციელებდნენ და ისინი უარს იტყვიან მაგალითად ახალი კანონით რაღაცა ახალი რეგულაციებს დაექვემდება, რომ უნდა შეწყვეტონ მუშაობა, ხო? ეს გამოიწვევს რას? იგივე საგანმანათლებლო მიმართულებით ძალიან ბევრი პროგრამა გაჩერდება.
ჩვენი ახალგაზრდები ალბათ თქვენთვისაც ცნობილია, რომ ძალიან ბევრი საერთაშორისო პროგრამა მუშაობდა, რომელიც შეწყდება, ნაწილი უკვე შეწყდა და გავიდა, ნაწილიც ალბათ არ ვიცი ზუსტად ეხა როგორი მოქმედებს, მაგრამ ზუსტად ეს არის ყველაზე მთავარი, რომ არავინ არ ვიცით რა მოხდება, მაგრამ ესეთი ორგანიზაციები ყველა გავლენ და ჩვენს აი ამ ახალგაზრდებს არ ექნებათ უკვე საერთაშორისო განათლების მიღების შესაძლებლობა. მეორე, სერვისებთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნო, მაგალითად ისეთი სერვისები, როგორიც არის აუტისტური სპექტრის ბავშვების მაგალითად დაფინანსება ან რეაბილიტაციის პროგრამა, რომელსაც ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები აფინანსებდნენ, ბუნებრივია ეს აღარ გვექნება. ბავშვთა დაცვის და 0-დან 7 წლამდე ბავშვების ადრეული განვითარების შეფერხების მაგალითად ამოცნობა სახელმწიფო პროგრამაც არსებობს, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო პროგრამამდე აუცილებელი იყო სპეციალური გადამზადება, რომელსაც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები ახორციელებდნენ უფასოდ. ამ შემთხვევაში უკვე მათ ვისაც მაგალითად ამ მიმართულებით მოუნდებათ დასაქმება და სპეცპედაგოგად გადამზადება, უნდა გადაიხადონ კონკრეტული თანხა უკვე. შესაბამისად, აი ასეთ რაღაცებთან იქნება დაკავშირებული. უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ მოცემულობას, როცა ძალიან ბევრი პროგრამა, რომელზეც არც კი ვიცოდით, რომ მაგალითად საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია ახორციელებდა, გავადა სახელმწიფოს ფინანსურად, ფიზიკურად ვერ ექნება იმის ასე ვთქვათ შესაძლებლობა, რომ ყველა ეს პროგრამა მოიცვას. აი მარტივად რო ავიღოთ სიტყვაზე ისეთი პროგრამები, როგორიც არის მსჯავრდებულთა ფსიქორეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც პირდაპირ ამერიკის ფულით ფინანსდებოდა. ხო ის ხო გავიდა და აღარ იქნება. ასევე არის ევროკავშირის გრანტები, უმრავლესობა იმ მაგალითად მერები ეკონომიკური ზრდისთვის მთელი რიგი პაკეტი იყო, რომელიც უშუალოდ ევროკავშირის თანხით ფინანსდებოდა. ასევე უნდა აღვნიშნო კიდევ ერთი ევროკავშირის ვაგების პროგრამა, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის პროგრამა, რომელიც სოფლად მცხოვრები, ასე ვთქვათ, ქალების თუ სხვადასხვა ჯგუფების ეკონომიკურ გაძლიერებას და სოფლის გაძლიერებას გულისხმობდა. ესეც ბუნებრივია ემპარდის პროგრამების გულისხმობ, ესეც ბუნებრივია აღარ იქნება და გავა თუ კი მაგალითად ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აი ამ პროცესში არ შედის. აი ესეთ რაღაცებს და ელემენტარულ რაღაცებს, რითიც დგას საქართველოში მაგალითად სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური გაძლიერება. ჩვენ რო გვიხარია მაგალითად რომ სადღაცა რაჭაში ვიღაცამ სოფლის ტურიზმი განახორციელა, აი ეს ყველაფერი პრაქტიკულად იყო დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით. შეეხება მედიას და განსაკუთრებით მინდა გთხოვო, რომ ყურადღება გავამოხმოთ უფრო მეტად ონლაინ მედიებზე, რომლებიც ძირითადად დამოუკიდებლად მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორების მხარდაჭერით, აი ამ ორგანიზაციების გასვლით, გრანტების შეჩერებით. რას მივიღებთ, როგორ შეძლებს ონლაინ მედია განსაკუთრებით საქმიანობის გაგრძელებას და რას გამოიწვევს, თუნდაც რომ გამიხილოთ, რომ მათი მუშაობა შეწყდეს ქვეყანაში. ყველაზე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ზეწოლა და ყველაზე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, განიცადა ადგილობრივმა მედიამ, იმიტომ რომ ცენტრალურ მედიას ისედაც აქვს იმის საშუალება, რომ მეტწილად, რა თქმა უნდა, რომ გადარჩეს ამ ვითარებაში, რეკლამებით, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ფინანსური შესაძლებლობებით, მაგრამ რეგიონული მედია და ონლაინ მედიები პრაქტიკულად მოკლებულია ამ შესაძლებლობას, იმიტომ რომ რეგიონში მედიას როგორც ასე ვთქვათ, ფინანსურ და რაღაც ბიზნეს მიმართულებას არავინ აღიქვავს და ამ დროს რეგიონული მედია სრულად დამოკიდებულია საერთაშორისო დონორებზე და წარმოიდგინეთ, რომ ნებისმიერი გრანტი გახდება მისთვის როგორ თქვა, არ ვიცი, პასუხისმგებლობის საკითხი. ნებისმიერი გრანტი აბსოლუტურად, იმიტომ რომ ვისაც გაუფორმებს ხელშეკრულებას, ისიც უნდა იყოს დარეგისტრირებული ფარას კანონში და მთელი ამბები არის აქ და გარდა ამისა დონორი საიდანაც ფულს აიღებს, ისიც უნდა იყოს დარეგისტრირებული, თუ არა და დადგება არა მხოლოდ მედიის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა, არამედ ყველა იმ პირის, ვისაც ხელშეკრულება ჰქონდა იმ კონკრეტული პროექტის. ეხლა თქვენ ხო ხვდებით ეს რასაც ნიშნავს, არა? ელემენტარული ინფორმაცია, რომელსაც თქვენ
უზიარებდით თქვენ სოციუმს იმისთვის რომ ინფორმირებული საზოგადოება გყოლო და აღარ გვეყოლება და თუ კი ადრე ვსაუბრობდით იმაზე რომ მაგალითად სადღაცა სოფელში ქალებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა რომ მუნიციპალურ დონეზე რა სერვისები არსებობს რისი გამოყენებაც შეუძლიათ, ხო, სარგებლობა შეუძლიათ და არ იცოდნენ და აწვდით, ეხლა ეგეც არ ეცოდინებათ. ისევ დავბრუნდებით სადღაც უკან, საიდანაც მოვდიოდით. აქვე რომ დავაკონკრეტოთ, ადგილობრივი ჟურნალისტები რა როლს ასრულებენ მოქალაქეების ყოველდღიურობის უკეთესობისკენ შეცვლაზე, იმიტომ რომ ვიდრე ცენტრალური მედია ამათ საკითხს გაიგებს და გააშუქებს, ჩვენ ვიკავშირდებიან ადგილობრივი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც სწორედ ამ დრომდე მედიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ, იმიტომ რომ მათი უფლებები ყოფილიყო დაცული და გარკვეული სამართლისთვის მიეღწიათ. როდესაც ეს მხარდაჭერაც აღარ ექნებათ. მოქალაქეებზე როგორ აისახება ეს ყველაფერი? ნებისმიერი მედია პრაქტიკულად ადგილობრივ დონეზე და ნებისმიერი სამოქალაქო ორგანიზაცია, ყოველ შემთხვევაში ის ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობდნენ, მინდა გითხრათ, რომ იყო ფარი კონკრეტული ადამიანის, ერთი ადამიანის დარღვეული უფლების დაცვისთვის. შესაბამისად, ამ ადამიანებს მინდა უთხრა, რომ ჟურნალისტები, რომლებსაც თამამად თუნდაც ჩუმად გწერდნენ, რომ აიცით რა არის ჩემს სოფელში, აი ესა და ეს არის და პირველი ვისაც ეს ეხება მე ვარ და დღეს თუ თქვათ ვიღაცა განიცდის ხვალ შეიძლება ჩემამდე მოვიდეს თუ კი ამაზე ხმამაღლა არ ვისაუბროთ, ხვალ ესეც აღარ იქნება და წარმოიდგინეთ, რომ ხვალ არავის აღარ შეიძლება იმის თქვა თუ კი ვინმეს რამე პრობლემა აქვს. ჩვენ დავრჩებით ყველა ერთად საკუთარი პრობლემების წინაშე და მივწვნეთ ეს არის გათითოკაცებული ამბავი, ერთი კაცის ამბავი, რომელიც ერთი მარტო ვერაფერსო ვერ მოაგვარებს. შესაბამისად, აქამდე თუ არსებობდა ჯგუფი ადამიანების, ორგანიზაციების, რომლებსაც მიმართავდი და დაგეხმარებოდნენ, დღეს შემდეგ შეიძლება ზუსტად ეს დაკარგოს საზოგადოებამ და მე არ მინდა ეხლა რაღაცა ძალიან ნიჰილიზმში გადავიდეთ, ისედაც ძალიან რთულ ვითარებაში ვარ, მაგრამ ყველაფერი აბსოლუტურად რაც ამ ქვეყანაში ხდება, პირველ რიგში ეხება ამ ქვეყნის მოქალაქეებს და პირველ რიგში მათ უნდა ამოიღონ ხმა, მათ უნდა შეძლონ საკუთარი ხმის მიწვდენა არა მხოლოდ საკუთარ სოციუმში, არამედ იმის მიღმაც და შეძლონ, რომ საკუთარი უფლებებზე ისაუბრო ხმამაღლა და მედია, ადგილობრივი მედია იქნება ეს თუ სამოქალაქო ორგანიზაცია, მათი უფლებაა, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია არსებობა. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენ საუბრობთ რადიო ვივის დამფუძნებელთან მარიკო ციქორიძესთან ერთად და იმ შემზღუდავი კანონების შედეგად განვიხილავდით თუ რა რეალობის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ მედია და არა სამთავრობო სექტორი, არამედ რიგითი მოქალაქეებიც. ეს იყო გადაცემა ფაქტი, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.